ქართული პოლიცია პერსონალური დღის აღსანიშნავად ემზადება, მაშინ როცა ნაციონალური არხები აღლუმ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან აკვირდებოდნენ, მაესტროს ახლოს მისვლის უფლება არ მისცეს. მზადების პროცესს ჩვენ ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან ვიღებდით. აღლუმი 12-ის ნახევრისთვის დაიწყო, მაშინ როცა პოლიციის გამჭვირვალე შენობასთან ქვეყნის მთავარსარდალი მივიდა. მოედანზე ჯერ მძიმე ტექნიკა გამოჩნდა, რომელიც მალევე ქვეითმა პოლიციელებმა შეცვალეს. თქვენი მოღვაწეობა არის ყოველდღიური გამარჯვება წარსულის და ბნელეთის ბოროტ ძალებზე. თქვენი მოღვაწეობა არის ყოველდღიური გამარჯვება ყველანაირ ცრურწმენაზე და სტერეოტიპზე. ერთ საათიან სიტყვაში სააკაშვილმა ახსენა 7 ნოემბერი და 2010 წლის სპეცოპერაცია ლონდონში, რომლის შესახებაც საზოგადოებამ აქამდე არაფერი იცოდა. ვის წინააღმდეგ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია, სააკაშვილს აღარ დაუკონკრეტებია. რეალურად 2007 წლის ნოემბერში და შემდეგ 2010 წლის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ჩატარდა ლონდონში, საქართველოს პოლიციამ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების შეჩერება საქართველოში, რომელიც ჩამოშლიდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. ესე იგი, რეალურად თქვენ მოახერხეთ ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა თქვენი მოქმედებებით. ძალოვანი უწყების წარმატებებზე საუბრისას სააკაშვილმა არც კანონდამრღვევი პოლიციელები დაივიწყა. თუმცა იქვე თქვა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა სამართალდამცველების მხრიდან მოკლულები კრიმინალები იყვნენ. მე მინახია პლაკატები და მე მინახია ტელევიზიაში ლოზუნგები. 40 რჩეული ვაჟკაცი დავკარგეთ, 36 რჩეული ვაჟკაცი დავკარგეთ. და როგორც წესი, ცალკეული გამონაკლისის გარდა, ლაპარაკი იყო იმ ადამიანებზე, ვინც კრიმინალში მონაწილეობდა და ვინც თავდასხმის დროს იქნა მოკლული საქართველოს პოლიციის შენაერთებთან შეტაკების და ცალკეულ პოლიციელებთან შეტაკების დროს. სიტყვის ბოლო ნაწილში პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების სია წაიკითხა, რასაც წუთიერი დუმილი მოყვა. ორკესტრმა, რომელსაც ნიკა მემანიშვილი დირიჟორობდა, აღლუმის ბოლოს ჯერ ჩემო კარგო ქვეყანა, შემდეგ კი ბიზეს კარმენი შეასრულა. აღლუმის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მოგვცა, თუმცა იქ მხოლოდ რიგითი პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები დაგვხვდნენ. დავინახეს დღეს ჩვენ აბსოლუტურად ესე იგი მშვენივრად გაწყობილი ჯარი პოლიცია და გვიხარია რომ ყავს ესეთი დამცველები ჩვენს ქვეყანას. დღის პირველი საათიდან სცენის და აპარატურის დაშლა დაიწყეს. პოლიციელები დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ. დღეიდან 6 მაისი გიორგობასთან ერთად მათი პროფესიული დღეც იქნება.